დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან აქტუალურ საკითხს შეეხეთ, იმიტომ რომ ჩვენს კულტურაში განსაკუთრებით დასვენებას და იმ პერიოდს, როდესაც აქტიური მუშაობის ფაზა სასწავლო იქნება ეს თუ სამუშაო არ არის, ამას კიდევ უფრო მეტად სწავლა სჭირდება ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხრივაც მეტად ინფორმირებულები ვიყოთ, როგორია ეფექტური და როგორი არის შედეგზე ორიენტირებული ასევე დასვენების პერიოდი. ერთი ცხელი ზაფხულია, როდესაც მისაღები გამოცდებიც არის და ამ დროს ემზადებიან, როგორც თქვენ ბრძანეთ, შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად ახალგაზრდების, სხვათაშორის იცით, რომ მშობლების, ოჯახების ჩართულობა არანაკლებია და ისინიც ძალიან დაძაბულები არიან. კი, ძალიან დაძაბულები არიან, სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათაც კარგად დასვენება სჭირდებათ ხოლმე და რა თქმა უნდა ახალგაზრდები, რომლებიც აი ამ ყველაზე ისეთ გარდამტეხ ეტაპს გაივლიან და როდესაც უკვე აი ამის მისაღები გამოცდების თუნდაც ბოლო პერიოდი შეიძლება იყოს ან და აი მერე უკვე მოლოდინის რეჟიმში გადადიან ხოლმე და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს სასკოლო ასაკიც ისევ როგორც სტუდენტურიც, როდესაც შემდგომ ეტაპებზე გადადიან და სასკოლო ასაკი, როდესაც ასრულებენ სწავლას და თითქოს ხანდახან შვებით ამოისუნთქავენ ხოლმე და ესეც ძალიან ისეთია ყურადსაღები. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ყოფნა იმით არის განპირობებული, რომ გესაუბროთ სწორედ ამ პრიზმით, წმინდად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა არის გასათვალისწინებელი და ასევე რადგან ჩვენ არაფორმალურ განათლებას მერგავთ საქართველოში და გვაქვს ეს სწავლება დებატების ტექნიკის და ამაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამები, იცით, რომ გვაქვს ასევე დიდი გამოცდილება ყველა ამ თაობის ადამიანთან, მათ შორის პედაგოგებთანაც კი მუდმივი ურთიერთობის და ძალიან საინტერესო არის ხოლმე ამ თვალსაზრისით ჩვენი გამოცდილება, როგორი არის აი ამ ზაფხულის პერიოდზე და რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით და აი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის ადამიანები განსაკუთრებით პატარა ასაკის, ანუ მოზარდები, რომლებიც ჩართული არიან ჩვენს სწავლებაში, ვერასდროს ვერ ვამჩნევთ მომენტს, როდესაც ისინი ელოდებიან, რომ დასრულდეს სწავლა, რომ წავიდნენ, ამოისუნთქონ და სიმართლე გითხრათ, ჩვენ უფრო გვაქვს ხოლმე ხანდახან ეს დაღლის შეგრძნება ვიდრე მათ, იმიტომ რომ სულ უნდათ რომ იყვნენ ისევ პროცესში ჩართულები და ძალიან საინტერესო გამოცდილება გვაქვს ხოლმე ამ ხრივ, აი განსაკუთრებით აბიტურიენტების, რომლებიც ჩვენთან მაგალითად იცით, რომ თბილისში გვაქვს დებატების სკოლა, სადაც ყველა ასაკის, მე-7 კლასიდან ყველა სკოლის მოსწავლეს ვთავაზობთ სწავლებას, სტუდენტებსაც და ისინი ერთობიან მთელი სასწავლო წელი არიან ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში. ეს თითქოს არაფორმალური განათლებაა, მაგრამ ძალიან მკაცრად გაწერილი განრიგით, გრაფიკით, სისტემატიურად ერთობიან სხვადასხვა აქტივობაში და სასწავლო მეცადინეობებში ასე ვეძახით ჩვენ და აი ასეთ დროს არათუ აბიტურიენტობის პერიოდში არ მიდიან ხოლმე ზაფხულშიც ბოლომდე სრული დასწრებაა და სულ მობილიზებული არიან და ბოლო წლებია სხვათა შორის გვეკითხებიან რა გვექნება საზაფხულო დავალებები და ეს არის ყველაზე ისეთი საკვანძო მომენტი, რომელიც ასევე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით ოჯახებში. სულ ემზადება ოჯახი იმისთვის, რომ ეხლა ბავშვი დაეწყება არდადაგები და აი მერე უნდა გააკეთოს ეს და მთელი რიგი არის ხოლმე ჩამოწერილი აქტივობების ან განსაზღვრული რა უნდა გააკეთოს, განსაკუთრებით წიგნების კითხვა თუ სხვა შემეცნებითი. დიახ, როგორც წესი ითვლება, რომ არ არის რეკომენდირებული, თუმცა როგორც ზანეთ, მე გამიჭირდება, რომ ახლა აქ რეცეპტის სახით ვისაუბრო როგორც ფსიქოლოგმა, თუმცა აი ჩვენც, როდესაც მოგმართავენ და გვეუბნებიან, ადრე გქონდა უმსუბუქესი დავალებების ფორმა, ასე ვთქვათ, მიცემული, ისევ იმიტომ, რომ მათი მხრიდან მოდიოდა აი ამ დებატების სკოლის მოსწავლეებისგან განსაკუთრებით ინტერესი და ჩვენ გქონდა ხოლმე საინტერესო განხილვები, გარჩევები და თქვათ რაღაც ფილმების ფრაგმენტები გვჭებოდა, ან თქვათ რაღაცა ესეთი შემეცნებითი პროგრამა იყო ხოლმე, სადაც ისინი მათ ვაძლევდით ასე ვთქვათ დავალებად საზაფხულოდ, რომ რაღაცა ეყურებინათ, ან მოეძიებინათ და ამის შესახებ სრულიად სახალისო. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ამის გაკეთებაც არ ღირს, იმიტომ რომ ბავშვს თუ აქვს განცდა, რომ მას აქვს რაღაც დავალება გასაკეთებელი, ამ დროს ის იმყოფება დასვენების რეჟიმში, მისი ხარისხი დასვენების და ენერგიის აღდგენის ისეთი კარგი არ არის და აი ამას უამრავი კვლევა ასაბუთებს. ანუ ბავშვებს სჭირდებათ თავისუფალი დრო, რაც აი სწორედ მათი განვითარების განმაპირობებელი უნდა იყოს და ხელშემწყობიც და ის განცდა, რომ მე ვარ თავისუფალი და აი რაღაცა რეჟიმში არა ვარ, რაღაც კონკრეტული დავალება არ მაქვს, ეს შეგრძნება არის
უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ აივსონ ენერგიით, მოტივაციით და ინტერესით, რომ შემდეგ დასვენებულები შეუდგნენ მომავალ სასწავლო წელს. აი, ჩემი მომდევნო კითხვა სწორედ ამას შეეხებოდა, აი თითქოს მშობლები ცდილობენ, რომ აი არ დაკარგო დრო და ეს დრო გამოიყენე ახალი სასწავლო წლისთვის. აი ესე განაწყობენ ხოლმე საკუთარ შვილებს და აი ჩემი მომდევნო კითხვა სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომელი არის უმჯობესი ვარიანტი, რომ მოსწავლეს დაუგეგმო და შვილს, რომ აი შენ ეს გაქვს გასაკეთებელი, აი ეს თუ მისცემას არჩევანის თავისუფლებად თვითონ განსაზღვროს, როგორ გაატარებს ის საზაფხულო არბედელებს. ეს მინდა გითხრათ, რომ ყველაზე რთული კითხვაა, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია. ოჯახს გააჩნია ბავშვს, მშობელს და მათ, ასე ვთქვათ, ურთიერთობას. საერთოდ ეს ზოგადად თუ შევხედავთ, თუ ჩვენ გვინდა რომ მოზარდი გავზარდოთ ისეთი, რომელსაც ენდომება რომ ისწავლოს. აი სურვილი ექნება სწავლის. მშობლის ჩართულობა უნდა იყოს მინიმალიზირებული პირველივე კლასიდან და ამაზე ხშირად მიწევს ხოლმე სასწავლო წლის დასაწყისში სულ საუბარი და არასდროს არ დავიღლები, იმიტომ რომ მთელი ეს პერიოდი მე ძალიან დიდხანს მიწევდა როგორც სკოლის ფსიქოლოგს მუშაობა სკოლებში საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში და სულ ვამბობდით, რომ აი გამოცდილებაც, პრაქტიკაც, კვლევებიც და თეორიაც ამას ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ მივცეთ დამოუკიდებლობა სწავლის პროცესში. ანუ მაქსიმუმ რაც შეიძლება მშობელმა გააკეთოს ან ოჯახმა, ეს არის სწავლის სწავლება. მეტი ჩართულობა ქართულში რა გაქვს, მათემატიკაში რომელი დავალება ამოხსენი არ არის რეკომენდირებული. ჩვენ საზოგადოებას ეს ძალიან უჭირს და ამაზე, რა ვიცი, უამრავ ტრენინგებსაც კი ვატარებთ ხოლმე. მაგრამ ეს ძალიან დიდი თემაა. შესაბამისად, აქ მეორე საკითხი შემოდის, თუ ასეთი ტიპით არ ჩავერთვებით, როგორ შეგვიძლია ჯანსაღი კომუნიკაცია დავამყაროთ ჩვენ შვილებთან, რომ მივიღოთ ელემენტარული ინფორმაცია იმის შესახებ, არ საუბრობ თქვათ პედაგოგებთან ურთიერთობაზე, უშუალოდ აი ბავშვთან, მოზარდთან რა ტიპის კომუნიკაცია უნდა გქონდეს, რომ მივიღოთ ინფორმაცია, რამდენად კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ესეც ძალიან კარგი შეკითხვაა. ნახეთ, თქვენი ჩართულობა უნდა იყოს საოცრად ბუნებრივი და როგორც თანასწორს, აი ოჯახის ნებისმიერ წევს როგორ ეკითხებით, აი მაგალითად სასრულები რო იკრიბებით, რამდენს ეკითხებით, მან სამსახურში რა როგორ გააკეთა. აი რამდენსაც მას ეკითხებით, იმდენი უნდა კითხოთ მოზარდსაც. ანუ თქვენ როგორც კი გადადიხართ პოზაში, რომ თქვენი პასუხისმგებლობაა ეს გაკვეთილები, ესა თუ ის საგანი, ან სასწავლო პროცესი, ის მაშინვე ამას იცილებს თავიდან. ანუ ეს რაც მე ვთქვი, არის საჭირო არა, იმიტომ უბრალოდ და მხოლოდ რომ კარგად ისწავლონ და უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ მართლაც თუ წარმატებაზეა, აკადემიურ წარმატებაზე საუბარი, უფრო წარმატებულები არიან ასეთი ბავშვები, ამას გარდა პიროვნული განვითარების უმთავრესი საფუძველი არის ეს. თუ მას არ გაუჩნდება პასუხისმგებლობა, თუ მას არ ექნება განცდა, რომ რაღაც არ გამოუვიდა და რაღაცით უკმაყოფილოა, რაღაცა წარუმატებელია რაღაცაში, რაღაცაში აიგივე ცუდი შეფასება, ცუდი ნიშანი მიიღო, ან ცუდი უკავშირი მასწავლებლის განხო დასაწყისში თუნდაც ნიშნები არ არის. თუ თავად არ შეწუხდა, რამდენიც არ უნდა შეწუხდეთ, თქვენ მას პასუხისმგებლობა არ გაეზრდება. და აი ყოველთვის ვურჩევით, რომ აი ერთხელ დაგეგმოს აბა მშობელმა დასაწყისში ერთხელ მაინც აი ეს სტრატეგია ოღონდ არ შეცვალოს თავიდან ბოლომდე, რომ ეს არის მისი საქმე და მას როგორც გამოუვა, როგორც მოახერხებს, ისე უნდა გაართვას თავი. აწუხებს, რომ უკეთ არ გამოსდის, ის უკეთესად გააკეთებს შემდგომში. თუ თქვენ გაწუხებთ, ის უკეთესად ვერ გააკეთებს, განა არ გააკეთებს. ანუ თქვენ უბიძგებთ, რომ მან მოიხსნას პასუხისმგებლობა. ანუ თქვენი ჩართულობა არის გარანტია მისი პასუხისმგებლობის მოხსნის და მეცაც გეტყვით, ახლა როდესაც ფსიქოლოგები ვაკვირდებით ხოლმე, სულ იმას ვამბობთ, რომ ბავშვები არიან დაჩაგრულები პირდაპირ გაგებით. მას რა რესურსიც ჰქონდა პიროვნულად, რომ წინ წასულიყო, თქვენ ის წაართვით, იმიტომ რომ თქვენ თავზე აიღეთ. აბა ეხლა უსწავლელი ხომ არ წახვალ სკოლაში ან მასწავლებელი რა გეტყვის, დამთავრებულია ერთხელ მაინც თუ წამოგწდებათ ეს ფრაზები, დამთავრებულია ეს მისი საქმე აღარ არის. დიახ, ის აღარ არის პასუხისმგებელი. თქვენ გინდათ და ის ეცდება თქვენთვის, რომ რაღაც გააკეთოს. ეს მე ძალიან შორს მიდის და გარეგანი მოტივაცია, შინაგანი მოტივაციის დეფიციტი, როდესაც ვიღაცის გამო აღარ აკეთებ, მე საერთოდ როდესაც არიელი რჩები, იმიტომ რომ ვისთვის გააკეთო, აღარ იცი, მთელი ცხოვრება მშობლებისთვის აკეთებდი ამას. ხვდებით, ანუ აი ეს არის უმნიშვნელოვანესი და აი ისევ კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვით და ისევ საზაფხულო თემასთან არის ეს კავშირი. კავშირში ნუ რაფერზე, ნუ როგორ ვთქვათ, ნუ მოემზადებით და ნუ დაიძაბებით. თქვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ერთი-ერთში ეკონტაქტოთ.
და უბრალოდ ჩვენ მოლოდინებს ნუ დავამყარებთ მშობლები. ის არ იყოს პრობლემა, რომ რაღაცა პერიოდი მაგალითად არ სწავლობს კარგად, ხო? ანუ არ არის ეს რაღაც, რომ მთელი ცხოვრება გაუნათლებელი იქნება. არ უნდა შევაზიზღოთ. რა თქმა უნდა, თუ მას ეს არ აწუხებს, ეს ნიშნავს, რომ არასოდეს არ შეაწუხებს, რაც არ უნდა თქვენ ჩაერთოთ და თუ მას ეს აწუხებს, უნდა აცადოთ, რომ ძალიან შეაწუხებს. და ნერვები არ გავუფუჭოთ მაინც. მარიამ, შემინებართვით ერთ შეკითხვასაც დავსვამ ზაფხულის თემას რომ დავუბრუნდეთ. ძალიან ხშირად ფსიქოლოგიაშიც ასე მიიჩნევა, რომ ყველა ადამიანს გარკვეულ ეტაპზე სჭირდება გადატვირთვა, განტვირთვა იმისთვის, რომ იყოს მეტად პროდუქტიული. აი ამ შემთხვევაში მშობლები სად უშვებთ შეცდომას, როდესაც ზაფხულში დამატებით პასუხისმგებლობებს ვაკისრებთ ბავშვებს, რომ იმეცადინონ გარკვეული დრო, კონკრეტული დრო გამოყონ იმისთვის, რომ თუნდაც წაიკითხონ, ან დაკავდნენ საშინაო დავალებების შეასრულონ და ასე შემდეგ. რეალურად ამაზე პასუხით დავიწყეთ და გადავერთეთ უკვე სასწავლო რეჟიმზე, იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალურია ყველასთვის, იმიტომ რომ ყველას ოჯახში დგას ეს საკითხი, ხო? რა თქმა უნდა, ზაფხული არის ზუსტად იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს თავისუფლება, აი ამ ხრივ, რომ ნაკლებად იყოს, ასე ვთქვათ, დავალებები. და ისევ რომ დავუბრუნდეთ, აი დეტალებსაც კი როგორ უნდა გავუწეროთ. აი ძალიან რთულია რომ მივცეთ ისეთი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ოჯახს მიესადაგება. თუმცა რეკომენდირებულია, რომ მინიმუმ დასაწყისში, როდესაც სასწავლო პროცესი სრულდება და დასვენების, ანუ ადაგების პერიოდი იწყება. საერთოდ ნორაფერს ნუ დაუგეგმავენ, ამას ვურჩევდი აბსოლუტურად ყველა მშობელს და ყველა ოჯახს. რამდენიმე კვირა მაინც. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ხანგრძლივი არსებობია. არც ერთ ქვეყანაში ამდენი არ არის, როდესაც მე მიწევდა მუშაობა ამ სფეროში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ვერ ვაჯერებდი ადამიანებს, რომ ამდენი ხანი ისვენებენ მოზარდები. ამიტომ გამოვიყენოთ ეს პერიოდი მაქსიმალურად პროდუქტულად და ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ რამდენიმე კვირა საერთოდ არაფერი არ უნდა დაუგეგმონ, არ უნდა შესთავაზონ, არ უნდა განიხილონ. ის კი არა, მეცაც გეტყვით, როდესაც მოზარდები ამბობენ, რომ აი რა გავაკეთო, აი ხა ზაფხულში ამას გეგმავ, იმას გეგმავ, მაგ დროს აი მე ვურჩევდი, რომ წაუყრონ კიდეც მშობლებმა და სხვათა შორის მე უფრო მეტად გაუჩნდებათ მოზარდებს ინტერესი, რომ თავად კიდე უფრო მეტი რამ დაგეგმო. ეს მინიმუმ. თუმცა ზოგადად რეკომენდირებულია, რომ ძალიან თუ მაინც უნდა ძალიან მშობელს, რომ არ ვიცი, მომავალი აქტივობებისთვის მოამზადოს, ამ თქვათ რაღაცა შემეცნებითი თვალსაზრისით ძალიან ისეთ დგას დღეს პრობლემურად საკითხი კითხვასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად ამოტივირონ და წააკითხონ, ხო? რა თქმა უნდა, შეიძლება ამისთვის იყოს ზაფხული გამოყენებული, ოღონდ სრულიად სხვა მეთოდებით უნდა ხდებოდეს ეს. როგორც კი მშობელი ამას ეძახის თავადაც თუნდაც დავალებას, ან მოდი მოვემზადოთ მომავალი წლისთვის, დამთავრებულია ჩათვალეთ, რომ ბავშვი ვერენებით არ გადაწყვიტვას, განმუხტვას, მომზადებას, ძალების მოკრებას ვეღარ ახდენს ზაფხულში. არა და ამისთვის გვინდა, ხო? აი ეს ვადარებთ ხოლმე, რომ რატომ გვინდა, რომ დავეშუროთ მაგალითად სეზონურ ხილს ბავშვებისთვის და შევთავაზოთ, იმიტომ რომ ენერგიით აივსონ მერე და შემოდგომას ასევე გაგრძელდეს. ხო, აი ზუსტად იგივენაირად დასვენება არის საჭირო და დასვენებას სჭირდება სწავლა. ნამდვილად სჭირდება. ჩვენ ახლა ისეთ პერიოდში ყოფილდება ამის სწავლა სხვათა შორის არ მთელ ოჯახს. და აი აქაც რო კითხულობენ რა გავაკეთოთ ბავშვებთან ერთად, თქვენ უნდა იყოთ და იგრძნოთ თავის სასიამოვნოდ, კომფორტულად და იყოთ კონტაქტში შვილებთან. აი მაგალითად ასევე რეკომენდაციებს რო გვეკითხებიან ხოლმე, მაგალითად დატოვეთ გაჯეტები. ანუ აღარ იხმაროთ გაჯეტები, არც თქვენ და არც თქვენმა შვილებმა. რაღაც დროის განმავლობაში რამდენიც რეალურად საქმეს არ გააფუჭებს, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ნებისმიერი ასეთი რამ, რაც ცოცხალი კონტაქტისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არის კარგი და ბევრი დაგეგმარება აქაც არ არის საჭირო. ხშირად გეგმავენ სადღაც გასვლას, ან რამდენიმე დღით სადღაც წასვლას, რაღაცის მონახულება. ესეც სტრესია, ანუ მაქსიმალურად უნდა მშვიდ, კომფორტულ გარემოში კონტაქტი და ურთიერთობა გქონდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი ურთიერთობა და თანასწორი ურთიერთობა. თანასწორში იგულისხმება, რომ ერთი-ერთში ვეკონტაქტები. არაფერს არ ვმალავ, არაფერს არ ვთამაშობ, არაფერს არ ვიგონებ ჩემი შვილისთვის, ჩვენი პატარასთვის, არამედ უშუალოდ კონტაქტობ. როგორც ასეთივეს დასრულთან მექნებოდა ურთიერთობა. აი, სულ ეს უნდა იფიქროთ ხოლმე. სხვა რაიმე რეცეპტის მიცემა წარმოუდგენელია. აი, ერთი წუთი გვაქვს დაახლოებით, მარიამ, თუ გვინდა რაღაც შევაჯამოთ და შემდეგ დავახვდებით პირველ კლასს თქვენ ახსენეთ თქვენ საუბარში და ამ ინიციატორი რა თქმა უნდა იყოს ბავშვი, ის
თავად უნდა მიხვდეს, რომ რაღაცა მას სჭირდება. თუმცა პირველ კლასელები ძირითადად ვერ ხვდებიან სად მიდიან და ანუ ამ მხრივ ალბათ მშობელს აქვს ძალიან დიდი როლი. ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ის მომზადებული უნდა შეხვდეს პირველ ესე ვთქვათ კლასს და მომზადებაში გულისხმობა რომ იცოდეს წერა, კითხვა და აი, როდესაც შედის მოსწავლე უკვე კლასში და ეს ყველაფერი იცის, თითქოს უინტერესო ხდება პირველ კლასელისთვის ის, რასაც მასწავლებელი ესაუბრება. თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით როგორია? აი, როგორ უნდა მე მინდა გითხრათ, რადგან მოკლედ რომ აქვს გეტყვით, რატო შემიძლია თამამად ვისაუბრო, სადღაც 10-15 წელი დაახლოებით საქართველოში ვიკვლევდი ყველა პირველ კლასელს დასაწყისში და შემდეგ 1 წლის თავზე და შემდეგ 2 წლის თავზე და როგორც ფსიქოლოგი და სკოლის ფსიქოლოგი და საოცარი შედეგები და კვლევები გქონდა და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოღონდ პირველ კლასელი არ მოამზადოთ და რაც კიდევ გააკეთეთ მშობლებო. ანუ არავითარი მომზადები და მისთვის ეს არის ყველაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარდატეხის პერიოდი და ასაკი. ის ისედაც დაზაფრულია. ერთადერთი ფსიქოლოგებიც კი რასაც ამოწმებენ, ეს არის სკოლისათვის მზაობა და მე ვურჩევდი, რომ უბრალოდ მშობელმა გადაამოწმოს ნებისმიერი ასაკის, რა ასაკის ბავშვიც უნდა შეყავდეს სკოლაში, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე თემაა ასაკის, ნებისმიერი ასაკის ბავშვის შემოწმება რეკომენდირებულია სკოლისათვის მზაობაში და არავითარ შემთხვევაში ცოდნის შემოწმებაში და არავითარი ცოდნით აღჭურვა ან საგანგებო მომზადება არ არის რეკომენდირებული არც ერთ ქვეყანაში, არც საქართველოში, არც ქართულ საზოგადოებაში და ბევრი მიზეზები რაც უნდა ვიფიქროთ, რომ 20 კლასიან ჯგუფში ჩემი შვილი იქნება მხოლოდ მომზადებელი, მაინც გირჩევდით რომ ასე გააკეთოთ, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი და საინტერესო რჩევა მოიგეთ ამ მოკლე დროში და მადლობა მარიამ, რომ ყოველთვის ძალიან კარგი სტუმრები მოგყავს ჩვენთან გადაცემაში.